ნარკოდამოკიდებული ადამიანების ან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ჩემი დაკვირვებით, არა მარტო ჩემი დაკვირვებით, სათვალის მოვიხსნი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, ზოგადად დამოკიდებულება ბუნებრივია. ახალს არაფერს არ ვამბობ. როდესაც ნარკოტიკს თავს დავანებებთ, აღმოვაჩენთ, რომ რაღაცას ტვინი მაინც ეძებს, იმიტომ რომ ესეა რა ბუნებაში მოგეთ მოწყობილი ეს ჩვენერი ადამიანების ტვინი და მექანიზმი ესე მუშაობს, რომ რაღაცნაირად ტვინი იმის დამოხედავად, რომ მაინც დაანებებთ თავს ნარკოტიკებს, მაინც მუდმივი რაღაცნაირად ძიებაშია, სადღაც თავშესაფარი მაინც უნდა და რავი, ჩემი აზრით, ერთეულ ადამიანებს თუ გამოსდით სოფლიოში, რომ რაღაცნაირად აი ეს რაღაცა ბალანსი დაიცვა, რომ დაანებო ნარკოტიკს თავი და რაღაცნაირად წონასწორობა დაიცვა, იმიტომ რომ ვინც ნარკოტიკს ანებებს თავს, სტატისტიკები, რაღაცები ყველაფერი მეტყველებს იმაზე და არსებს და შეგიძლიათ რაღაცნაირად წვდომა ამ ყველაფერზე, მოკლედ საუბრობს იმაზე, რომ 80-90% მაინც რაღაცნაირად თავით ეშვება სხვადასხვა რამეში. შეიძლება იყოს ჰობი, ჯანსაღ რაღაცებზე საუბარი. შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს რელიგია, შეიძლება, რა ვიცი, ვიღაცა შეიძლება ველომბოლელი გახდეს, ვიღაცა შეიძლება აღმოჩინოს, რომ რაღაცა ბოლა მოწონს მანქანებით, არა აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარი არის, რომ ტვინი არის მიდრეკილი, რომ რაღაცაზე მაინც დამოკიდებული უნდა იყოს და მინდა რომ უბრალოდ ეს რაღაცნაირად мотиваცია და რჩევა მოგცეთ, რომ შეგეშინდებათ ამ რაღაცა ფიქრების, იმიტომ რომ გავიარე რაღაცნაირად ეგ ეტაპი და იმ ნარკოტიკებს რომ თავი დავანებე, პირველად წამოვედი, უბრძო მუშაობდი, მოკლედ და ძალიან დამეხმარა და აი ისე ვიყავი გადართული, რომ ნარკოტიკი აღარც მოხსოვდა, მაგრამ შემდეგ როგორც კი დავანებე თავი და რაღაცნაირად ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგა და ის ტემპი რაღაცა აღარ იყო, ეგრევე ტვინმა დაიწყო ისევ თავისით მუშაობა და ძებნა ახალი სივრცეების და შესაბამისად მოკლედ რავი, ძალიან ძნელია რომ მთლიანად განთავისუფლდე ნარკოტიკებისგან არა, ზოგადად დამოკიდებულებისგან და მოკლედ ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის და რაღაცნაირად ჩვენი სატარებელი ჯვარია ესე აღმოჩნდა მოკლედ რა და მინდა რომ კარგად გიდას გაქცევები გისურვოთ და ჯანსაღ ადგილებში რა, შეიძლება იყოს ვარჯიში და შეიძლება იყოს ტაძარი და რავი, არა აქვს მაგას კიდევ ამბობ არსებით მნიშვნელობა, უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჩვენ მეტნაკლებად ყველა, მაგრამ მაინც უმრავლესობა რაღაცნაირად მთელი ცხოვრება მაინც რაღაცაზე დამოკიდებული სამწუხაროდ ვიქნებით, მაგრამ ეს რაღაცას დამოკიდებულება უჯობესია, რომ იყოს ჯანსაღი, კეთილი და სასარგებლო. წარმატებები ყველას, სიფხიზლე, კარგი ფიქრები და ბედნიერად. დიდი წარმატება თქვენ და კიდევ დიდი მადლობა იმისათვის, რომ მეხმიანებით, мотиваციას მაძლევთ და მეც მაგ ჩავარდნები ბუნებრივია და ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის და რაღაცნაირად გონია, რომ ერთმანეთში დიდი შვება არის და მადლობა იმ გამოხმაურებლის მოწერისთვის, мотиваციისთვის, რომელსაც მაძლევთ და შესაბამისად მეც სურვილი მიჩნდება და мотиваცია, რომ ესე რაღაცები გავაზიარო მოკლედ რა და წარმატებები ყველას და ბედნიერად.